გაუმარჯოს ხალხნებო, როგორ ახართ? დილამშვიდობის. რა ის დილამშვიდობის? გაუმარჯოს მოკლედ. ვინც როდის ანახავს იმ მშვიდობის, როგორ ახართ, რა შვებით? ყარაულში ვარ, ჩემს მეფე ბატონთან. შიგადაშიგ შეიძლება კვნესა გაიგოთ. აქამდე იყო წყნარად. ცივი ცხოვრებია. ეხლა ვფიქრობდი ვიდეო ჩავწერო მეთქი წეღან უფრო სწორად რა, თუ ის რაც სამშობია რომ დე ფრჩხილები რო დავიჭერ ხო გახსოვთ ასე რომ მქონდა. და ისა რაღაცა ერთი კვირაზე მეტია, მოკლედ 1-10 დღეა ნუნები არ მქონდა გაკეთებული და ეხლა დატეხილი ფრჩხილებიც დავიკლიბე და ნუნებიც გავიკეთე, რომ სანამ მეთქის წინა მოვიწეს რიგო. ხა ცოტა რაღაცები დასაუთებელი მქონდა, მაგრამ გამახსენდა რომ ვიდეო არ ჩამიწერია და ამიტომ ხო დავაუთოვოთ ან ვიდეო ჩავწერო. არა, მოდი ჩავწეროთ ვიდეო, თუნდაც იყოს 1-10 წუთიანი და მე დავაუთოვებ, რადგან მინდა რომ ეგრეთ წოდებული თვალებში გიყუროთ. საქმე მოიცდის, ეხლა არც ისეთი არა მაქვს. დილით ადრიანაც ჩავედი, სანამ ლაშადგება ხოლმე მირჩევნია გავიპარო ხოლმე პაწაწუნას. რომ ეხა თუ ეხა ატირდა და არ უტირია ჯერ, ანუ აი რო აწკბუტუნდება და აიშმუშნება რაღაცნაირად. აი მე ხმით ცინის ხალხო. იჩეკინა თული დიდი. ხო და მირჩევნია ხოლმე რაღაცა მაგ დროს გავიპარო. მართალია თუ ერთი ბუზი დაფრინავს და მივასიკუდილებ მაგას, მოიცა. ჩავწერო ვიდეო. შემოსული გარეთ კარება ღია იყო და თუ აი ესე რაღაცა აწუწუნდა, ყველა ვარიანტში მე ვჭირდები, იმიტომ რომ მე ვჭირდები. ხო და მოკლედ დამძახებელი ხომ ეყოლებოდა და დილა ადრიან ვერ მიშელი დავდგი, ნანისაც დავასწარი. მეთქი კვირაში ერთხელ მაინც გავაკეთო, მეთქი საჭმელი ნამუსიც გაისაქონელი. სარეცხი შევყარე, ხელპინი დავიბანე, კიდე გავაკეთე. რაღაცა გავაკეთე, კიდე რაღაცის წავდექი. არ მახსოვს, მაგრამ რაღაცა გავაკეთე, მოკლედ. ხო, საჭმელი პირველ რიგში სვავ ჩაის და ვჭამ ხოლმე, ანუ ეგ არის ყველაფრის რიგ გარეშე, აი ყველაფრის რიგ გარეშე რა. ხო. ხო და მოკლედ დილით რომ მივყევი ესე რაღაცებს, დილით ისევ ჩავიყვანე დაბლა, ეს 2 დღეა ჩამყავს. დაბლა და დილაობით უფრო, იმიტომ ეხა ცხელა და თან მზეა და ეს მზის სინათლე არ სიამოვნებს და სანამ ჩრდილია ხოლმე მთლიანად ეზოში და სანამ სუფთა გრილი ჰაერია, მანამდე მირჩევნია ეხლა აზრი არ აქვს, ყველას არის ბუღი და უბედურობა და საღამოს კიდე გრილა ხოლმე. ხო ისე რჩევებზე მინდა კიდე 1-2 სიტყვა თქვა რა, ანუ რაც წინა ვიდეო ჩავწერე, რჩევებთან დაკავშირებთან ისეთი რჩევები, რომ აი სასაცილო რჩევები. ჩემთვის სასაცილო რჩევები, იმიტომ რომ კიდევაც აი მაიას უყური ხოლმე სკრინებს. მაი 1-2 წელი კიდე უნდა დამესკრინა და დამავიწყდა. კალიასკით საღამოთი გაიყვანე გარეთ. ჯერ ეგეთი კალიასკით არ გამყავარსად, რა თქმა უნდა, ჯაბა მეგონა რომ ანუ სადაც წავიდოდი იქ წავ, ხო ვამბობდი კიდეც, მაგრამ ღამეს წინა ვაკ, არანაირ სურვილი არ მაქვს გავიყვანო, მე ის უნდა გავწმინდო ისევე შემოვიყვან იქ ბორბლები იქ რაღაცა. ხო და გარეთ კიდე ხმაურს აქაც ეჩვევა, იმიტომ რომ ფანჯარას უღია მაქვს, იქ მანქანის ხმაურია, ქათამია, ღორია, კამეჩია, ყველაფერი ხმაურობს. ასე რომ ხმაურს ეჩვევა. ხო და ის რომ კალიასკით უნდა გავიყვანო მაინდამაინც მე მოვახერხე. ხელითაც არ არის მძიმე, სიამოვნებს კიდეც ხელში რომ მიჭირავ. ეგ კი არა გავიყვან თუ არა, ნანი დადის და დილას დარბოდა რომ დაემთავრებინა ის რაღაც თავის საქმე რაც აკეთებდა რომ ხელში აეყვანა. ხო და სანამ ნანის ეჭირა მე ხელში ჩაიც დავლიე. ის მოკლედ ანუ არა გვაქვს ეგ მომენტი რომ ხელში ჭერას მიჩვევა კიდე არ მიეჩვევა არანაირად. ასე.
ხო და რას ვამბობდი რჩევებთან დაკავშირებით რა ვიდეო რაც ჩავწერე რამდენიმე დღის წინ რჩევებმა მოიმატა თან იცი როგორ მარჩევებმა აი არ მინდა რომ ჩამოვთვალო მაგრამ ისა არც ნერვები მეშლება სხვათა შორის მაგრამ თან მეშლება აი სიტუაცია არის აი ინტერნეტში შემხვდა ცოტა ისეთ უხეშ შედარება მაგრამ ინტერნეტში შემხვდა ეგრეთ წოდებული აი დენის შესაერთებელი ვარ შტეფცელს როდესაც ვეძახით და ისა როდესაც იმას გირჩევენ თუ იმას გეუბნები რაც ისედაც უკვე უნდა გააკეთო და შტეფცელში შესვლის მაგივრად რომ ის ეგრეთ წოდებული ვილკა გაუკეთო ამოთხრილია და იქ გაკეთებული ჯიბრით ანუ რაც ვიცი და ისე რომ მიგითითებენ რა ეგ მომენტი არის არ ვიცი რამდენად კარგად გადმოვიცი მეგონი ვერა გვერდი უცვალე 2 წუთი და მიტო გავთიშე ხო და ამის მერე ხოლმე ნუ ზოგადად ჯერ კომენტარებზე გეტყვით რომ თუ მაგალითად არ დაგიგულეთ ან არ რეაქცია არ გამოხატე ან პასუხი არ გაგეცით თუ შეკითხვას მოიცავს იცით ძველმა ხალხმა რომ ძველად ვინც მოყვება რომ კომენტარების მაქსიმუმ ანუ სრულად 100% კომენტარები თქვენ რომ წერთ ჩემთან არ მოდის მიუხედავად იმისა რომ მე ვარ ადრესატი და ჩემთან უნდა მოვიდეს არ მოდის ხალხნო არც გაფილტრო არ მაქვს დაყენებული პირდაპირ უნდა 100% ყველა კომენტარი ჩემთან მოვიდეს მაგრამ არ ვიცი რა პრინციპით ალგორითმი არ უშვებს ბოლომდე ჩემამდე ისიც არის იცით რომ ბევრჯერ მithქვია და ხშირადაც გავიმეორებ იმიტომ რომ ბევრჯერ გონია ხოლმე ხალხს რომ მე ვაიგნორებ ან რაღაცა ფიზიკურად თქვენ რომ ხედავთ კომენტარს თქვენ დაწერილს ჩემთან არ ჩანს და შეიძლება მოვიდეს 2 თვის მერე და 2 წლის მერეც კი მოსულა კომენტარები ჩემთან ასე რომ თუ რეაქცია არის ავქენი ესე იგი რომ ესე ერთი რაღაცა მაგრამ ეხლა დავიწყე რამდენიმე კომენტარი წავშალე გუშინ კინაღამ ვიუხეშე ცოტა იმიტომ რომ უკვე მართლა ისეთი თემა იყო რა აი სულელური რჩევა იყო ელემენტარული აი ხარო გირჩევ აი ხარო ვიღაცა მეჩვენს რომ აი რომ მოშვიდება ბავშვს აჭამე ანუ ელემენტარული რა ის შედარებას გავაკეთებ იმიტომ რომ აღარ მინდა დავკონკრეტე იმეებზე რომ რაღაცნაირად მივხვდი რომ რჩევასთან დაკავშირებით რომ მე ესეთი რამე გამოვთქვი ბევრს ეწყინა მაგრამ ხალხნო აი სანამ თქვენ გეწყინებათ ხო შეიძლება ცოტა ჩემზეც იფიქროთ იმ ხრივ რომ მართლა ელემენტარული რჩევები იყო ის რომ აი კიდე იმათ შევადარებ ერთ-ერთში რომ აი ბავშვს რომ მოშივდება აჭამო ან გამოსაცვლელი რომ იქნება გამოვუცვალო ანუ ზუსტად ეგეთი ერთ-ერთში დაახლოებული ისინი იყო რჩევები მესმის რომ სიტყვაზე რომელიღაცას რაღაცა გეწყენ მე ისიც მესმის რომ კარგი გულით და ანუ ეგ არ მიფიქრია რომ აი რაღაცა მესმის რომ კაი გულით და რაღაცით მირჩევთ მაგრამ ვეღარ ვამბობ თან მეშინია რომ კიდე ვინმეს არ ეწყინოს ანუ საწყენად არ ვამბობ იმიტომ რომ მივხვდი რომ ვიღაცებს ეწყინათ ისეთ ხალხსაც ეწყინა ვინც ხშირად მეკომენტარებს ხოლმე მაგრამ მე ვფიქრობდი რომ მოდი გავატარებთ მეთქი და დავაგულებ და всё მაგრამ ხან მებრაზება ხოლმე მეც რა ვქნა არა ვარის ხო და კიდე ერთი რაღაცა კიდე რატომღაც ბევრი აი ადრეც იყო სხვათა შორის ეგეთი მომენტი რომ ბევრმა რაღაცა წარმოსახვას ნინო შენ რაღაცა გაგირეცხე და შეიძლება მშრალიც არის ნახე ჯერი ხმატაბლა ქალუ რა იყო ის რაღაცა გაგირეცხე და შეიძლება მშრალიც არის მეთქი ხო და გარეთი ელაგა მე ნელა გადი არ მოკეტო ნელა ისაკი აურას ვამბობდი ხა და ნინო გცემ ახლა რას ვამბობდი რაღაცას ვამბობდი დამამიწყდა გამახსენდა არა ვიდეო ვნახე დაწყებულ და სანამ ნინო შემოვიდოდა რომ ვთქვი
რატომღაც ადრეც ეგ იყო ხოლმე ეგ მომენტი. აი მაგალითად ადამიანი მოგწონს და შენთვის შემგონებაში რაღაცა ისეთ სიმას იზავ ხოლმე რა, რომ ეს არის ესეთი, ანუ შენ წარმოსახვაში ჩამოაყალიბებ ხოლმე ამ ადამიანს შენთვის. ეს არის ესეთი, ეს არის ისეთი, ეს ამას არ გააკეთებს, ეს იმის გამკეთებელი, ეს არ არის გამკეთებელი. და ამასობაში რაღაცა ისეთი რომ იქნება ხოლმე, რომ აი თქვენ ჩამოყალიბებული გემოვნება სცდება ხოლმე წინთ თქვენ. ანუ მე ვარ ის ვინც ვარ, ხო? მე თქვენთვის არც ის მithოვია, რომ წარმოდგენაში რაღაცა, რავი, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც ბრაზდება კიდეც, რომელსაც ეშლება კიდეც, რომელიც ესეთია, რომელიც ისეთია, რომელიც ყირაზე დგა, რომელიც ამაზე დგა, რომელიც იმაზე დგა, რომელიც რავი, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ისეთები როგორც ხართ თქვენ. არანაირ წარმოსახვაში, რავი, ანუ მაგას ვამბობ რა, რომ რაღაცა რო, ანუ რაღაცას რო ვიტყვი, ვაიმე აი არ გეკადრებოდა, რატო? დიადემით დავდივარ? თუ მე თავიდანვე რო შემოველი, მე ეს არ მეკადრება, მე ის არ მეკადრება, მე ესეთი ვარ, ჩვეულებრივი ისა ვარ, ხან რას წამოვაყრანტალებ, ხან ის, ხან ეს, ხან ის, ხან ეს, მოკლედ. მაგას დავანებოთ თავი, ანუ თქვენივე წარმოდგენაში რაღაცებს მომაკრავთ ხოლმე და მერე წინთ თქვენ. მე აზზე რო არა ვარ. აი მეც მქონდა ხოლმე აი ეს ერთ-ერთი მსახიობი მომწონდა, დღემდე მომწონს რაღაცა რა და იმდენად არ მესიამოვნა, რომ ჯერ ხო რა სისულელია, ანუ რომ მომწონდა რაღაცა, ჩავთვალე რომ ეს მსახიობი ნინო სტოლი რო ვიყავი რა, უფრო შეიძლება 1-2 წელი მეტი. ჩავთვალე რომ ეს მსახიობი სიგარეტს არ ეწეოდა რა, ჯერ ეხა რა, მაგრამ მასე ჩავთვალე და ერთ-ერთ კადრში რომ ვნახე რომ ეს სიგარეტს ეწეოდა, დამენგრა ყველაფერი, ანუ მე მივაწები ამას ეს წარმოდგენა რომ ეს არ ეწეოდა და თითქოს მიღალატაო იმ ხრივ რა, მიღალატა თუ ისეთი თემა ის არის. მაგრამ ჩემი წარმოდგენა მე თვითონ დავანგრიე. მასეთი რაღაცა ხდება ხოლმე თქვენ და ჩემს შორის. ხო და რა. ანუ ხო ის არის რა. რავი, ღმერთმა უკადრებელი არასოდეს არ ღმერთი რა შუაშია, არაფერი უკადრებელი არ ვიკადრო და რაღაცა მართლა ღმერთმა დაგვიფაროს ეგეთი რაღაცეებისაგან, მაგრამ აი ესეთი რაღაცეები ხო, ეხა კიდე ბოლო თემას განვიხილავ და всё. ზედმეტსახელები, ბავშვის და ზოგადად და რაღაცა და რაღაცა. აქედან გაფიცებთ რამდენი ხარ, შეიძლება 100-დან 2% იყოს, რომელსაც ისიც არ ამგონია და რა ვქნა, მომკარით ეხა თუ გინდა წარმოდგენა კიდე დაგემსხვრეთ ჩემზე. იმ ხრივ რომ რა ვიცი კაცო, იოანე გაიზარდა ვეძახდი ხანრას და მარტომი არა ოჯახის წევრებიც და არც მიფიქრია რომ იოანე ნათლისმცემლის სახელი ჰქვია და ერთი წამითაც აზრათაც არ მომსვლია რომ მე იოანე ნათლისმცემლის სახელი შეურაცხყოფ მაგით, იმიტომ რომ სისულელია ბავშვი რომ ერთი ბეწვია და გეიქეხლა რომ პატარა კუსავით ადევ, როგორ არ ვთქვა რომ არის კუ. იმიტომ რომ ამ ხელაწევს ხალხნო და კუ არის, აბა ეიდეხე განახი. აი ეს მარა არის. აი ეს ხოა ჩემი ცხოვრება. კუ არის, მარა არის, ხალხნო. აი ამ ტუჩებს რა უყო ეხლა. ბარბარეს წმინდანის სახელი ჰქვია, წმინდა ბარბარეს სახელი და რას აღარ ვეძახდით? ბარბარეს ვეძახდით ხოლმე თაგუნიას ხოლმე რაღაცნაირად და ის პატარა რო იყო 3 წლამდე ისა ჰქონდა გლანდების ოპერაცია ჰქონდა გასაკეთებელი 3 წლამდე ხო არ შეიძლებოდა და ფაქტიურად პატარა იყო ხოლმე, ანუ თავის ასაკთან შედარებით პატარა იყო, იმიტომ რომ ყველაფერზე მოქმედება და ეს გლანდები და მატებაც არ ჰქონდა, სანამ არ ამოვაჭერით. ხო და ესე წრუწუნასავით იყო ხოლმე თავის თანატოლებთან შედარებით. და არც ერთს არ მივიყენებია ბარბარეს სახელისთვის შეურაცხყოფა და ნინოს. ნინო კიდე იცით რომ ეხა წელს აღარ ვეძახი და წლების წინ სუმონა იყო. ხო იცით. და ნინოსაც ხარას ვეძახდით, ხარას და ეგეც ისულელია რომ ჩვენ რაღაცა ჩემთვის მოფერებით სახელია იმეს ახლა ხან ხვლიკია, ხან წრუწუნაა და ხან ის არის და ხან ის არის, ხო?
რაც უნდა ამას ახსნა განმარტება ხალხო და ან რატომ უნდა მოგივიდეთ თავში ის რომ ბავშვს რომ გაბრიელი რო ქვია ხო იცით რატომაც დავარქვი იცით მაგის ისტორია ამაზეც ბოლო მონაკვეთში ვიტყვი და აი რამდენად შეუგნებელი ადამიანი იყო რომ მე ხა გაბრიელი დავარქვი მაგრამ იმიტომ რომ ეძახი ხან კუარი ხან წრუწუნასავითარი ხან რაღაცა ხან ამას ხუთელი სიყვარულით ეუბნები და რავი ხა შეიძლება ვიღაცისთვის წრუწუნა არ არის საყვარელი მაგრამ ჩემთვის იმ მომენტში ხა წრუწუნა წევს აქეთ რა გავაკეთო თქვენი ეს ხა რა წრუწუნას რო ეძახი მოფერებით ფორმაში და სიყვარულით მე ხა სახელ გაბრიელ შეურაცხყოფას ვაყენებ და ეგ რომ მინდოდეს დავარქმევი საერთოდ მაგ სახელებს საერთოდ ის არის ხალხო ან თუ გააქვთ ისე შეხება რომ ჩემგან თუ არა რა ვიცი საკუთარ ანუ კითხოთ იმეებს მამაოებს თქვენ მოწყვრებს რომ რამდენად მიუღებელია ესა და ეს არც ერთი არ გეტყვის რომ შენ ახლა რომ ამას პატარა კუს რო ეძახი შენ ამით შეურაცხყოფ მის წმინდანის სახელს სისულელი ასე რომ ამაზეც მოდი და ხან ჩემთვის წრუწუნა იქნება ხან კამეჩი და ხან რავი ბუზი დედასი ეხა წრუწუნა ოღონდ წრუწუნას არ ვეძახი კნკნდას იმიტომ რომ იოანე წრუწუნას მაგას ეძახდა პატარობისას და ეს რა იყო ხარხნო და თავს რო გადაწევს და კურტუმს რო გადაწევს აი მაშინ არის წრუწუნა ანუ კნკნდა ხო და აი რავი უბრალოდ რომ შეიძლებოდეს რომ აი შევჭამო და ჩავი აი და ეხლა ამ აღარ მინდა მოკლა უბრალოდ თქვენ მითხარით თუ ხართ იმ კატეგორიის რომ საკუთარ შვილისთვის არ დაგიძახიათ სიყვარულით ბრამე რავი ეხლა ვეღარ მოვიფიქრე იმიტომ რომ ყველაფერი მადგება ენაზე და ხა კიდე რაღაცა ხო ხა კიდე სხვა საკითხი დღეს მინდოდა ვიდეო გამეკეთებინა რადგან მეთქი მოსვლა დამაგვიანდა ვიდეო მინდოდა გამეკეთე არა აუცილებლად გავაკეთებ ამ ვიდეოს სათაური ექნება გულის ცემიდან ტირილამდე და მინდა რომ ეს ვიდეო იყოს გაბრიელისთვის მოგონება რომ გაიზრდება ნახოს ჩემთვის ეს ვიდეო დღიურია ძალიან მაგარი რამეა იცოდეთ ხო და ერთ-ერთი ვიდეოს გადმოწერა მინდოდა ტელეფონში საკუთარი ვიდეოსი აი როდესაც ჩემი ამბავი გაგგებინეთ მაგრამ რა ვიცი რაღაცა შეფერხება საიტზე და არ იწერს ამიტომ სავარაუდოდ დღეს ვერ მოვახერხებ მაგრამ ამ დღეებში მინდა რომ ეგ მასალა დავდო და იყოს მოგონების სახით და მიხარია ხა რომ მოვედი და მოვაღწიე თქვენთან მოკლედ ახლა დაგემშვიდობებით იმედია რასაც ვამბობ მართლა იმიტომ ვამბობ ხალხო იმიტომ კი რომ ან წვინს რაღაცა აი საერთოდ გავატარებდი და რაღაცა მაგრამ ბოლომდე ვერ ატარებ რა ანუ არც გებრაზება მაგრამ აი ხო გუშინ წინ იმის წინ სხვადასხვა წამლები მირჩიეთ კიდე თვალისთვის, ყურისთვის, იმისთვის, ამისთვის, გაზებისთვის ეხა პატარაზე სისულელია რომ მე ვიღაცის რჩევით წამალი მივცე ხო მე წამოვიღე იქიდან ფურცელი რომ სადაც მაქვს დაწერილი რა დროს რა უნდა გამოვიყენო როგორ უნდა მოუარო ჭიპლარს მიუხედავთ იმისა თვითონ ადამიანი პირველად ავნახე ექიმები და მომცეს ფურცელი და მითხრეს რომ ეს შენ უბრალოდ შპარგალკად გქონდეს თორე შენ ჩვენგან აღარაფერი არ გესწავლებაო 3 შვილი და მე-4 როგორ ხა ისე წავიკითხო ესე როგორ მოუარო ჭიპლარს და წავიკითხო რა მინდა რომ წავიკითხო 3 ბავშვი გავზარდე როგორ გაზებს როგორ ვუმკურნალოთ არ მინდა არც ერთხელ არ დამჭირვებია თუმცა რატომაც არა მადლობა წერია იქ რა წამალით უნდა ვიხმარო მაგრამ არც ერთი არ დამჭირვებია როდესაც შენ მე მაგალითად არ ვიღებ ისეთ რაღაცას რომ ბავშვის შეაწუხოს მომავალში ეს რაღაცეებმა არც აწუხებს ხო და მოდი რჩევას რომ ვითხოვ თქვენგან მაშინ მირჩიეთ ხოლმე რამე კაი
რომ არც თქვენ გეწყინოთ და არც მე წავშალო კომენტარი. შეიძლება არც წავშალო დავაგულო უბრალოდ. ისიც იმიტომ რომ არ მინდა რომ მე ვინმეს ეწყინოს. ხო და ისა. ეგრე რა, შევთანხმდით, კაი? დავედი ახლა. არ სტარტაველი გავაუთოვე. და იმ ვიდეოს რო გავაკეთებ დავდებ. კარგად. იმედი ჩემი სათქმელი კარგად გადმოვეცი. აბაი.